აქ ვინმეს თუ ჰგონია ბიძინასთან ბრძოლის პარალელურად ნაცების სადისტური, ანტიჰუმანური პოლიტიკა ვინმეს დაავიწყდა, ძალიან ცდება. შეიძლება წულუკიანს და ქოცებში გადმოპორტირებულ ნაცებს სჭირდება წულუკიანის კომისია, მაგრამ საქართველოს ბევრ მოქალაქეს ძალიან კარგად გვახსოვს ქვეყნის მოდერნიზაციის სახელით მოწყობილი ის რეპრესიული და ანტისახალხო რეჟიმი, რომელიც იდგა მთლიანად ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გადავლაზე, ნეოლიბერალურ ეკონომიკურ ექსპერიმენტებზე და სრულ დერეგულაციაზე, რამაც არაერთი მშრომელი იმსხვერპლა. აქ არ ვისაუბრებ სააკაშვილზე, როგორი პატიმარიც არ უნდა იყოს. ყალთაბანდი, სიმულიანტი, თვითდაზიანების რეჟიმში ყოფი, საავადმყოფოში პაციენტი. ის მაინც პატიმარია. აქ მოკლედ მინდა ვისაუბრა ყველა იმ ადამიანზე, რომელმაც ამ საგიჟეში გვაცხოვრა 2021 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის ბოლომდე და არანაირი პასუხისმგებლობა ამისთვის არ აუღიათ. ქვეყანაში ერთადერთ თემად აქციეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. 1 წლის და 9 თვის მანძილზე, მინიმუმ 622 ჯერ. იმდენჯერ დააკნინეს თავისმა თანაგუნდელებმაც კი, მაგალითად საუბრობდნენ, რომ მიშა ემბრიონის ფორმაში იყო და ეუბნებოდა არ დაეტოვებინათ მარტო, რადგან მარტო დარჩენის ეშინოდა. ხან ხოშტარიას სახელს ვერ იხსენებდა და მრავალი სხვა. დაცვის მხარის არჩეული სტრატეგიით უნდა მომხდარიყო მისი გადაყვანა უცხოეთში ჰუმანიტარული მიზნებით. ნამდვილად კარგი სტრატეგიაა, როგორი კარგი მორალური პედესტალია. რა, შენ წინააღმდეგი ხარ ადამიანი გათავისუფლდეს? ის ხომ კვდება? ნებისმიერი ეჭვის შეტანა უკვე შენ გაკნინებდა და არახუმანურად წარმოგაჩენდა. სტრატეგიით ის ხან პოლონიუმით თუ ნოვიჩოკით იყო მოწამლული, ოღონდ ხან რუსეთი წამლავდა და ხელისუფლება არაფერ შუაში იყო. ხან პირადად ივანიშვილი წამლავდა, ხან 40 დაავადება ჰქონდა. თან ისეთი დაავადებები, რომლებიც სპეკულატიურია და მისი რეალურად დამტკიცება უფრო მეტად დავის საგანია. ხან საერთოდ გამორიცხული იყო ქართული პოლიტიკიდან და სასამართლოს ხდომაზე დაცვა ითხოვდა თარჯიმანს, იმიტომ რომ ის უკრაინის მოქალაქე იყო და უკრაინულად უნდა ესაუბრა. მერე რა თუ მისი გათავისუფლების საერთაშორისო კამპანია და ლობირება $1 მილიონ დაჯდა. ეჭვის შეტანის უფლება მაინც არ ჰქონდა. რა ვიცი, ამ მორალური შანტაჟის გამო ვიღაცას ხო უნდა ეგო პასუხი, რაშიც საზოგადოება ამყოფეს. ჟურნალისტებმა, კონსილიუმებმა, პოლიტიკოსებმა არ უნდა იგრძნონ ამაზე პასუხისმგებლობა. მაგრამ არა, პირიქით, ახლაც ის ხალხი გმოძღვრავს და ამ პროტესტის ამ ხალხს წამყვანი ადგილი უნდა. მიშა წინა ფლანგზე და არანაირი რეფლექსია წარსულზე. ეს არის გადასარევი მასალა ქართული ოცნების პროპაგანდისტვისაც. სანამ არჩევანი თავად აქეთკენ დახავთ, მიშა ბიძინა და არ გამოიკვეთება ალტერნატივები, მანამდე ბიძინა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს. სანამ ნანუკა ჟორჟოლიანს უნდა იყოს პროტესტის მორალური ხმა, იქამდე ყველას ემახსოვრება რეიდი სვანეთში. ხოდა, როცა ვამბობთ, ნაცკოცები ერთი ხალხია, გარკვეული განსხვავებებით ცხადია, უბრალოდ მთავარი მიზანი აქვს ძალაუფლებაში დარჩენა დაბრუნება. ხოდა ეს მოჟადოებული წრე უნდა გაირღვეს. საბოლოოდ, სხვანაირად არაფერი არ გამოვა. წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის წევრი ბიკო ქართველიშვილი, რომელიც 9 მაისს ევროპის დღის საპროტესტო აქციაში იღებდა მონაწილეობას.